აი არ შემიძლია ეს არ წავიკითხო, აი უბრალოდ რა. წულუკიანის განცხადება იყო, ვაჩვენოთ კიდევაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ წელს საქართველოს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის გარეშე. წულუკიანი. ანუ აი ეს განცხადება, ეს არის 2026 წელს იმედია რომ ნაცების გარეშე შეხვდება. დიდი იმედი მაქვს. ეს არის როგორ იცი? კარგი, გავთიშოთ ეს საკმაოდ ნახა ხალხმა უკვე. ანუ ეს არის როგორი რაღაცა, იცი? კაია რა უჭირს. რა ვიცი, ძალიან შორს არის იმისგან, რომ ეგ რაღაცა გარანტირებულია, ანუ გპირდებით კი არა. ვიცი რომ ეგრე იქნება კი არა. ანუ დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნება კი არა. მჯერა კი არა. იმედი მაქვს. ბიჭო, ეგ ახლა შენ რასაც ამბობ, შენ ისე ამბობ გეგონება ეგრე რო ამბობდნენ რამე მოხდა, იმიტომ რომ ერთი თვის წინ დინარაძე ამბობდა რომ ამ არჩევნებზე და ვერც ერთ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობა მონაწილეობას ვეღარ მიიღებს წერტილი. ეგრე თქვა. გამოხდა ერთი თვე და გადავწყვეტით რომ ნაცები ამ არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებენ. რატო და ნუ რავი ჩვენთვის არ არის პრობლემა. და კობახიძემაც თქვა, ხო იცი? ჩვენ ეგეთი ინტერესი გვაქვს, სპორტული ინტერესი გვაქვს, რომ ამ ოპოზიციას კიდევ მოუგოთ არჩევნები. სპორტია რა, სპორტია, ხო, ერთობა, იმიტომ რომ უკვე ისა აქვთ, რა ქვია, ზედმეტ სიამოვნებას განიცდიან ხოლმე აი ამ გამარჯვებების აი ამ დაუმარცხებელი სერია ხო აქვთ ჩემპიონია ამდენი ხანი და მოწონს ეს პროცესი და კარგი პროცესია მე რა მაინტერესებს ცი აი ეს განცხადება გაკეთა გუშინ წინ ხო აღარ მომთავრებთ ცოტა ხანი ნაცებს ჯერ თქვეს არჩევნების მერე დავამთავრეთ, ახლა იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე რა. ხო და ბიჭო, მანამდე, ანუ სანამ ეგ განცხადება გაკეთებოდა, ჩვენ ვიძახდით, რომ ხალხო ესენი არ ამთავრებენ ნაცებს, არაფერ ნაცებს არ გიპირებენ დამთავრებას, გატყუებენ ხალხო, გაბოლებენ, უტვინო ხალხად გთვლიან. ხო? ამას ვიძახდით. კონკრეტული ოცნების ხარდამჭერები გეუბნება და ჩასაფრებულის პოზიციიდან რატო უტევთ ოცნებას ასეთ რაღაცებს. დაიწყო უკვე დამთავრების პროცესი. არ გინდათ რომ ჩასაფრებულები ხართ. აი ამას ხო გეუბნებოდი. გადააგდო ეს ხალხი ოცნება, უთხრა რომ აღარ ვამთავრებ ჯერო და იგივე ხალხმა დაიწყო წერა, რომ აი რატო გადაგვაგდეთ. აღონდა ხანმოკლე. არა, ხანმოკლე, აი ხო უნდა გვითხრათ რომ მართლები ყოფილი. არა, თან ვერ დგებას. ეგრე დგას ერთი და უყურე რას უკაც. მე ერთ დავაკონკრეტებ და დავამატებ. როდესაც ოცნება ამბობს, რომ ამათ ჩვენ დავამთავრებთ. ამათ ახლა ჩვენ ნახე, აი, უბრალოდ ახლა არჩევნებში ხმა მოგვეცით, გაგვამარჯვებინეთ, ისევ სავარძელში დაგვტოვეთ და ამათ უეჭველი დავასრულებთ. ეგ არის ნარატივი, კონკრეტული მესიჯი, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს ოცნების ელექტორატზე. ყველა დანარჩენი არის ინდიფერენტული ამ მესიჯის მიმართ. ნაციონალური მოძრაობის ელექტორატს საერთოდ არ აინტერესებს, არც კი აღიქვავს მაგას, იმიტომ რომ იცის რომ ტყუილია. აი სხვა პარტიების ელექტორატზე საერთოდ არ ახდენს გავლენას, ეს არგუმენტი საერთოდ მეათე ხარისხოვანი. ანუ ფოკუსი კეთდება შენზე, ანუ შენ გაბოლებენ, შენ გალოხებენ. ანუ ხელისუფლება როდესაც ამ ტყვილს ზოგადად ამბობს, ამ ტყვილით ნაციონალურ მოძრაობის ელექტორატს, ლიბერალების ელექტორატს, ჩვენს ელექტორატს კი არ ატყუებს, კაცო, კონკრეტულად შენ გაბოლებს. ოცნების ამომრჩევას. ანუ შენზე ახდენს გავლენას, შენს მობილიზებას ცდილობს. მეტი კი არავისი. და შენ როდესაც მეორე დღეს ცინიკური სახით გეუბნებიან, რომ იცი, ნუ სპორტული ინტერესი გვაქვს და ამჯერადაც მივაღებინეთ მონაწილეობას, შენ იქით-აქეთ რატო იხედები? შენ გაბოლებენ. შენ სხვა არ ბოლდეს, სხვა არ არის. მინდა რომ აზრზე მოვიდეს ეს ხალხი. ცოტა ისე მაინც დააყენეთ, ცოტა წინააღმდეგობა მაინც გაუწიეთ, რაღაცა
არ მოგწონს ეგეთ სტატუსში ყოფნა არ მოგწონს. ეგ მაინც დაუფიქსირეთ ამ თქვენს თავრობას. სხვათა შორის ეგ ვიღაცეებმა რომ დაიწყეს დაფიქსირება, მაგ აღშფოთებული ოცნების მხარდამჭერების ნაწილი საერთოდ ასევე საინტერესო ფენომენია. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი თანამებრძოლი ეხ გუშინ წერდა რა. ვიღაცამ დაწერა ეგეთი ტექსტი. ეს რა გვაკადრეს? ეს მათხოვრები, ეს რა გვაკადრეს, გადაგვაგდეს ნაცებს აღარ ასულობენ. თვითონ ხო წერდა. და მე ამ ჩვენიანმაც რომ დაწერა რომ ნახეთ კიდე ერთხელ გადააგდეს ამათინდობა როგორ შეიძლება და შემდეგ ამ ჩვენიანს კომენტარებში უწერდა 20-ს ნუუტებთ. 20-ს ნუუტებთ. კი ეგ ანუ ერთ დღეში რა. აი გუშინ დაწერა აღშფოთდა. ეხა მაგას ბიჭო როგორ ოცნებაზე ვერც გაბრაზდები. ეხა მაგ ადამიანს გაუკეთებს, აბა რას უზავს ეხა. შენ რანაერთაც აძლევს საშუალებას, ისე გექცევა. ანუ რაც იკადრე, იმას გაკადრებს, ხო? კი, საერთოდ ძალაუფლების გადამეტება ხდება მაშინ, როცა ძალაუფლების გადამეტების საშუალება ეძლევა. ძალაუფლებას რომ არ გადაამლაშონ და არ გადაამეტონ, მაგის საწინააღმდეგოდ არ უნდა მისცეს საშუალება და რას გავს გეტყვი რა? აი ვიღაცა რო ქმარი მცემს, ვიღაც ხალი რო ბაზრობს და ბიჭო რატო ცხოვრობ მე მაგასთან და არა. იცით რა კაი კაცია. დამიყვარო. ხო მაგრამ მცემს? ხო აი ძალიან ცუდია რომ ეს როგორ გაბედა ჩემს ხელს რატო ცხოვრობ მაგასთან? არა ძალიან არა, ზურა ეგ თან როგორ აიცი, აი, ოცნებამ გადაგვაგდო. რა უბედურება, ოცნებამ როგორ ხო, მაგრამ აბა ნაცებს ასრულე. ზურა, ეგ მაგრამ მოგვათლა კორექტული შედარება არ არის. მაგრამ მაინც ნაცებს რო ასრულე. ხალი ის ამბობს ქმარი მცემს, ეგ ცოტა მან ძალიან ბევრი ნიუანსია, ხო? შეიძლება წლობით ერთად ცხოვრობენ, შვილები ყავთ და უკვე გასაგებია რომ ესენი წლობით ერთად ცხოვრობენ რაღაცა ეს რის გამო ესენი წლობით ერთად ცხოვრობენ ანუ ოცნებას უნდა ერთად უნდა მოკვდნენ ერთ იმას საწოლში არ ვიცი ანუ რამე ფიცი დადეს თუ რა ხო ეგეთ გამო რა არის ამ ოცნებას ჯვარი გაქვს დაწერილიო და კი კაცო ბევრს ოცნებაზე ჯვარი აქვს დაწერილი მაგდონემდე რომ აი მოატყუეს და მოგვატყუეს მაგრამ ეხა რო თქვა რომ მომატყუეს და ცუდი ხალხია დაგვენგრა მე ოჯახი ამიტომ მაინც ოცნებას როგორ რაღაცა იცი ის არ მალავს კი არ ატყუებს კაც პირდაპირ არც ესენი არ მალავენ კაცო ეგრე გამოდია და აგერ სპორტული ინტერესი მაქვს კაცო არავინ მე მაგაზე მე პრინციპულად არ გეთანხმები მაგაში ესენც გამოდიან და ამბობენ რომ ნაცებს რატო არ ვასრულებთ იცი სპორტული ინტერესი გვაქვს კაცო სხვათა შორის მან მართალია ეგ ტყუილი კი არა ეგ მართალია არ ტყუის მაგაში ოცნება მაგათ მართლა აქვს სპორტული ინტერესი ეს ხალხი რამდენს აიტანს მაგით აი ერთი რა სპორტული ინტერესი აგერ ვეტყვი კაც ოცნებას თუ მარტო მაგის გარკვევა და ეს ხალხი აიტანს ყველაფერს ანუ გეუბნები ეგენი როგორ არიან იცი აი ესე ვიღაცა უარი ეგეთ ფილმებიც არის რაღაცა ლიტერატურული ნაწარმოებებიც არის დიდრებრივ შეიკრიბებენ ეხა ნახე აი ამას გავაკეთებინებ აი ასე რაღაცა და იკადრებენ ესენი. ამას ყველაფერს გავაკეთებინებ. ამას ყველაფერს არა, ვერა და აი ახლა ნახე ავარჩევინებ. ეგეთ ფილმები არის. კი, ეხლა ნახე ავარჩევინებ თავს. სვიმის ლაპარაკით, რომ ნაცებს დავასრულებ. და მე მეორე დავარჩევინებ თავს, ისევ ნაცებს დავასრულებ და ვერა არჩევინებ და ვერა ვარჩევინებ. 10 ჯერ ავარჩევინებ. თან აი ყურე აი ამ ხალხს, თან მან როგორ იყავით? აი ამ ხალხს ნაცების ვასრულებ ძახილს, სულ ნაცებს ურტყავ თავში ისე ავარჩევინებ 10 ჯერ ჩემთან. ანუ ავარჩევინებ თან რა აი ნიძლავი დაიდება სადღაც ოცნების იმაში, რომ რაზე დავნიძლა, აი ფოთის სპორტი წილი ჩემი იყოს. შენ თუ წააგებ, რა ვიცი, მე კინიგზას მოვხდი და რაზე დავნიძლავ. მასეთ საკითხები არ ამ ხალხს მე-12 ჯერ ისევ ნაცებს ვამთავრებთ ხალხო, მაგ ლოზუნგით
ხმას მივაცემინე. მე არ მგონია რომ მან დრამატურიანზე იქნება გაძლავი. არა, ის შეიძლება თქვას რომ კი მაგრამ კაცო ეგერ ხო მოატყუე ეხლა შენ თავად თქვი რომ ნაცებს არ ამთავრებ. არა აქვს მნიშვნელობა. ორ თვეში ისევ დავქოქავ პროპაგანდას და ისევ ამბობ. ერთ ჩასწორებას გავაკეთე. მან გძლავი არ იქნება. სპორტის საკითხები. იქნება აი 100 ტკიცინა ლარი, აი ეგეთი. სუფრაზე შენიხდი? ხინკალზე იქნება რა. კი, აი შენი. არა, ხო ეგ რა თქმა უნდა, კაცო. ხო, სპორტის თემა რო წყდებოდეს კიდე ჯანდაბას. არა, ეგ გეთანხმები, ეგ. არა, სპორტის თემა და ეგეთი თემები როგორ გადაწყდება, იცი? ეგ იქნება ნიძლავის საგანი. პირობა კი არა, რას მივიღებთ. აი მაგალითად ეხა დაგენიძლავები. აი ამ ხალხს შუა ქალაქი მიწებს დავითრებთ ყველაფერს. იქ ავაშენებ, ჩემს კორპუსებს ავაშენებ, სხვა გავყრი იქნებ შეუძლებლად. გავყრი და ისე იმ ხალხს დავაცვევინებ ჩემ უფლებას, რომ ჩემი გახდეს მთელი ქალაქის უძრავი ქონება. აი მაგ ხალხს დავაცვევინებ და ვიღაცა მე რო შემომიტევს იმაზე აი ამ ხალხს, რომლებიც გავძარცვე, იქით შევატევინებ, რომ ნავს ნუარყევთო. და ამას დანძლავდები სუფრაზე, კაი სუფრაზე. აი სუფრაზე. და მართლა მე აი რაღაც კორპუსები შენდება, აი რაღაცა უნივერსიტეტი დაანგრიეს, რაღაცა სპორტული კომპლექსი დაანგრიეს და ჩადგით შენობები და ამაზე ვიღაცა რო იძახი რომ ახდება ხალხო აქ რაღაც სპორტული კომპლექსი იყო, რატო ანგრევენ ეს როგორ შეიძლება და ოცნების ხარდამჭერები აქეთ ტრიალდები. თან როგორი ხარდამჭერები იცი, თვითონ აი მაქსიმუმი კუთვნოდეთ რაღაცა 500 ლარს აძლევენ სადღაც პოსტების წერაში.